მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ თქვენთან ვარ და მიხარია რომ ეთერში ხართ, რაც თავარია, იმიტომ რომ ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც და პროფესიონალური დამკვირვებელი არ ჭირდება იმას, რომ ვხედავდეთ რა დღეს ჩააგდო ხელისუფლებამ ტელევიზიები, ძალიან მარტივად ვიტყვი ამაზე, მოკლედ და მინდოდა ამით დამეწყოს სწორედ რომ პირველ რიგში ტელევიზიები არის საკომუნიკაციო საშუალება ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით გულისხმობ კრიტიკულ ტელევიზიებს და ეს იქნებოდა როგორც წესი ხდება ხოლმე საკომუნიკაციო საშუალება შევიწროებული ყოფილი ქოცებისთვისაც და ამიტომ ჯობია რომ ყველა მიფიქროს იმაზე თუ რა ბედი შეიძლება ელოდოს მომავალში და არ შეიტანოს წვლილი ტელევიზიების დახურვაში, ასე რომ ეკრა მაგალითად ირაკლი ღარიბაშვილს შეიძლება და უკეთ ყოფილიყო მისი საქმე. თუმცა ნუ აქვე შეიძლება გაუჩნდეს მაყურებელს კითხვა, გააკეთეთ თუ არა თქვენ ყველაფერი თქვენთან დაკავშირებული ტელევიზიის შენარჩუნებაში, მაგრამ მე გამიკეთებია ამასთან დაკავშირებით განმარტება, ეხლა შემიძლია გავაკეთო, ჩვენ ვისაუბრებთ სავარაუდოდ იმ თემაზე, რასაც საპარლამენტო ბოიკოტი ქვია და არაღიარების პოლიტიკა, ჩვენ ბუნებრივია რომ ერთ-ერთი სცენარი ესეთი გქონდა იმ ვითარებაში თუ არჩევნები გაყალბდებოდა და ეს იქნებოდა ცხადი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ხალხისთვისაც და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ამიტომ ძალიან კაფიო პრინციპი გქონდა, რომ უნდა შეგვერჩია საპარლამენტო სიაში ის ადამიანები, ვინც მიიღებდა გადაწყვეტილებებს თავად, მარტივად რო ვთქვათ, როგორ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება, მეორე საკითხია, ბუნებრივია, მაგრამ მიიღებდა გადაწყვეტილებას თავად და იქნებოდა ბოიკოტისთვის გრადისია დაწერეთ? ანუ ისეთი როგორშიც ეჭვი არ გვეპარებოდა, არა იმაში, რომ აუცილებლად ბოიკოტს გამოაცხადებდა, არამედ იმაში, რომ თავად მიიღებდა გადაწყვეტილებას გუნდთან ერთად. როგორც ეს დაშვება გქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ გადავიდეთ ამ თემებზე, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ასეთში სარასხივებდით ასეთ სკეპტიციზმს წინასაარჩევნო პროცესში. თუ არჩევნებს შედიხარ, ეს აღარ უნდა გამოასხივო. იმიტომ რომ არ არის შიში. შეიძლება და თქვენი ამორჩეველი რაღაც უფრო ფხიზლად ყოფილიყო ასეთი დაშვება რო ქონოდა. მაგრამ ეს არასწორი დაშვებაა, ფხიზლად ამორჩეველმა რა უნდა ქნას ასეთ დროს. ის შეიძლება მარტივად გითხრათ, არჩევნო კამპანია არ შეიძლება პესიმიზმს აღღვევდეს, იმიტომ რომ ამორჩეული უბრალოდ არ მივა არჩევნებზე. ის რაც მერე მოხდა, ბოდიში ტელევიზიის ამბავს დავამთავრებარებ, ამიტომ გასაგები იყო იქ რა მოთხოვნის სანაცვლოდაც იყო საუბარი სატელევიზიო, ასე ვთქვათ, ტელევიზია უკვე რეკლამასაც ვერ ყიდდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი დირექტორი ხელს არ აწერდა და ამის სანაცვლოდ რა უნდა მომხდარიყო, ესეც ყველა ორი კაცის ჩასმა სიაში ხომარჯობდა ტელევიზიის გადარჩენის საპირე. ეს თუ იყო საპირწონეთ, არ ვიცი ფიქრიათ ამაზე. ვერ იქნებოდა ეს ხო ვაჭრობის პროცესი არ არის. ეს არის პროცესი იმასთან დაკავშირებით, შენი კონკრეტული ასე ვთქვათ, მთავარი მაგისტრალური ხედვა, რომ ან უნდა მოიგო არჩევნები, ან თუ არჩევნებს გაგიყალბებენ პოლიტიკური ბოიკოტისთვისაც უნდა იყო მზად და თქვენ ახლა წარმოიდგინეთ, აქ ფლაგმანია თქვით და ჩვენი კოალიციიდან ვინმე რო შესულიყო თავად იქ რა მოხდებოდა, ხო? ეს ხო არ არის მარტივი პროცესი. არა, ეს თქვენ ამბობთ, ამაზე მე ვილაპარაკოთ. ფლაგმანია ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მაშინ და ინფორმით, როცა ეს საჭირო ჩავთვალეთ და კონტექსტის და გუნდში განწყობების და ჩვენი რაც თავარია ჩვენი ამორჩევლების განწყობების შესაბამისად. ჩვენ არავისთვის არ გვითქვამთ, ჯერთი ყველას საერთო ჩატი იყო ოპოზიციის და ვთქვით, რომ ჩვენთან ეს პოზიციაა და თქვენ რას ფიქრობთ? ელენე იყო კომუნიკატორი, თუ არ ვწდები და არ ამგონია რომ ვწდებოდე და ეხლა უბრალოდ რა აზრი აქვს დამოწმებას ელენე ციხეშია, ისევე როგორც ნიკა, მაგრამ დაახლოებით ერთი დღე იქიდან პასუხი, ანუ ჩატში პასუხი არ ყოფილა, მე არ ვიძახი იმას, რომ ვიღაცა ამას ჭიმავდა. უბრალოდ ესეთი ვითარება იყო. და მე ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, დიანა, რომელიც მივიღეთ, იმიტომ რომ იყვნენ ადამიანები, პარლამენტში შემსვლელები, ანუ ვინც გავიდა, მოდი ასე ვთქვათ, 19 ადამიანი, ვინც თქვა, რომ ნუ თუ ამ პარტია აკეთებს ამ განცხადებას, ერთობლივს, ან ჩვენ გავაკეთებთ ინდივიდუალურ განცხადებებს. რაც არ ამგონია, რომ კარგი ყოფილიყო, თუმცა იმ ადამიანების გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა მათთვის ბუნებრივია, რომ სწორი, თუ რაკი ადამიანები ასე გრძნობენ, ესე უნდა მოიქცნენ. პოლიტიკაში ეს არის სიმართლე. ეხლა რაც შეეხება სხვა პარტიებს, ნუ ჯერ თქვენზე კითხავთ, აუცილებლად, ნიკა, ნახეთ, რამდენიმე
ძალიან ახალშექმნილი პოლიტიკური გუნდი და არც სურას ეწყინება ალბათ და არც ელენეს ჩემი მათდამი პატივისცემის მიუხედავად რომ რაღაცნაირად მაინც ახალის წარმატებად ითვლებოდა ეს გამწევ ძალად მაინც ამ კოალიციაში თქვენი გუნდი ითვლებოდა აღწევს იმ ტიპის წარმატებას რომელიც მიაღწია გადის პირველ ადგილზე ოპოზიციაში რომელსაც სხვათა შორის თქვენს მიერ არაღიარებული არჩევნების შედეგადაც თქვენ აკეთებთ ხოლმე ამაზე აქცენტს რომ პირველები მათი შედეგითაც კი, მათი შედეგითაც კი. ორი ერთმანეთთან დამოკიდებელი ეგზიტ პოლი იყო და ჩვენ ამით ვიზეიმეთ, როცა ამბობენ, რატო იზეიმოთ, ხა. დიანა, სოფლიოში ეგზიტ პოლი ზეიმობენ, ხელისუფლებებიც კი. ხა, ვინ ენდობა ეგზიტ პოლს და არ ენდობა, ეს მეორე საკითხია. მაგრამ ჩვენთვის სანდო წყარათი რომ არჩევნებში გამარჯვება ზეიმოთ, არ მგონია რომ ამაში წინასწარ არასხივებდით, გასაგებია ოპტიმიზმს თესავდით, მაგრამ წინასწარ არ იყო ეს დაშვება თქვენ თავად მაგალითად უკეთებდით ელექტრონულ არჩევნებს პრეზენტაციას, რომ ეს კარგიაო ამბობდით. ამის შემდეგ იზეიმეთ ეგზიტ პოლით როგორც იყო, აჩვენეთ ჩემი აზრით მოსალოცი შედეგი თქვენ პერსონალურად ხო რაც დაიწერა პერსონალურად და იქედან შემდეგ ოფიციალური შედეგის გამოცხადებიდან ძალიან მალევე ლაპარაკობდით არნახულ გაყალბებას და მე გისმინეთ ინგა გრიგოლიასთან სადაც ასეთი რამ თქვით რომ ისე გვაჭამეს რომ ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგეთო ანუ ეს მოცემულობა ისე გაჭამეს ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგეთ და ანუ ეს მოცემულობები ეს ფაქტორები იყო საკმარისი იმისთვის რომ ძალიან მალევე გეტყვათ ამ მონაპოვარზე ძალიან მალე მეორე დღეა ხო სწორია კი მეორე დღე ძალიან მალეა კი რა თქმა უნდა ძალიან მალეა მაგრამ ეს ხო არ იყო მხოლოდ ჩვენი პოზიცია ჯერ ეგზიტ პოლით დავიწყებ ეგზიტ პოლში ქონდა 17% ორივეგან 16.5 თუ 17 ჯამურად ოპოზიციას ეს არ მახსოვს მე მგონი მთავარს 8 საათიანი არ გამოუქვეყნებია არა ორივემ მე რას ვამბობ იცი 8-ზე ხომ 6 საათიანს აქვეყნებენ 6 საათიანი მე გვიან აქვეყნებენ და რაღაც ეს აღარ მახსოვს ეთყობა უკვე წაგებულის მაგამბამზე ვერ გეტყვით მაგრამ ვალდებული არის ტელევიზია თუ არ მეშლება ნებისმიერი ტელევიზია და 9 საათზე გამოაქვეყნოს უკვე 8 საათიანი შედეგი მაგრამ ეგზიტ პოლებს რო თავი დავანებოთ და ნებისმიერ სხვა ვითარებაში 11% ჩვენთვის იქნებოდა შესანიშნავი შედეგი. ბუნებრივია, იმიტომ რომ პირველად გავედით ორნიშნა შედეგი არც ერთ ახალ პოლიტიკურ სუბიექტს. ახალი სახეები საქართველოს ისტორიაშიც კი არ უჩვენებია. კი ბატონო. მე შესანიშნავი სტარტი სამომავლოდ, რომელზეც შეიძლება დაშენებულიყო პოლიტიკური ცხოვრება. ეს თუ იქნებოდა იმ ვითარებაში, როცა სანდო იქნებოდა არჩევნების შედეგები, ამაში აბსოლუტურად დაგეთანხმებოდით, მაგრამ 27-მდე ყველა სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა ეს, რომ ვისაც ჩვენ ვენდობოდით ბოლომდე. ეს იყო კოალიცია ერთ-ერთი და მეორე თუ არ ვცდები ცალკე იყო ეს იყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია. ორი მსხვილი სადამკვირვებლო, ასე ვთქვათ, ჯგუფი იყო. ჩვენ ვენდობოდით ამ ხალხს ბოლომდე, ჩვენ ვენდობოდით ეგზიტ პოლებს ბევრად მეტად ვიდრე, დაშვების, ცნობილების დაშვების ფარგლებში არ იყო დიდი სხვაობა ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის. არც ერთი ეგზიტ პოლის თანახმად ეს 10% იყო მაქსიმუმ. მაგრამ ეგზიტ პოლს ყველა შევახსენებ, რომ ეგზიტ პოლში ასე ვთქვათ გაყალბების გარკვეული საკითხები შედის აუცილებლად ეს არნიშნავს ეგზიტ პოლი, რომ ის აჩვენებს იმას, კარუსელები თუ ტრიალებს ეგზიტ პოლი მაგასაც ითვლის. ანუ კარუსელი იქ შედის და უბრალოდ თუ კითხვის ნიშანი წარმოიშობა და რაღაცა სტატისტიკური ცნობილება, მერე ხდება ამის გაუქმება, ესეთია ეგზიტ პოლის ტექნოლოგია. როცა მეორე დღეს ეს ყველაფერი ითქვა საქართველოს პრეზიდენტმა ასევე არჩევნებს ყველა შევახსენებ, მოქმედმა საქართველოს პრეზიდენტმა სარლომე ზურაბიშვილმა არჩევნები ასევე არ აღიარა და უწოდა მას რუსული სპეცოპერაცია. ამომრჩევლების დაწოლა იყო ბოლომდე რომ არ გვეღიარებია ამ არჩევნების შედეგები, იმიტომ რომ ამომრჩეველი და საზოგადოება ქმნის როგორც თქვენ თქვით აღქმას სადმი იღეთ ეს ამომრჩევლის დაწოლა ძირითადად იყო სოციალურ ქსელში თორემ მე კომუნიკაცია ისედაც მე შეგახსენებთ აქვე აუცილებლად როცა არჩევნების შედეგზეა საუბარი ვიდრე 28 ნოემბრამდე თქვენს მიერ მათ შორის ოპოზიციის ეს თქვა თქვენს დაძახილზე მოდი ასე ვიტყვით ეს არ იყო იმ მასშტაბის გამოსვლა და პროტესტი ქუჩაში რომელიც
გადაწერილ არჩევნებს უნდა მოხდეს. მე არ მგონია რომ ეს პირველ რიგში ან მხოლოდ ჩვენ შეცდომა იყო, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შენ არჩევნების პოლიტიკოსებმა ვერ დაიწყოს არჩევნების შედეგები, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ვალდებულება, ან შესაძლებლობაც. ეს ყველას ვალდებულება და შესაძლებლობა, ჩემი აზრით, თუმცა რაც თქვენ თქვით და ინგასთან რაც თქვი, რომ ისე გვაჭამეს რომ ვერც გავიგეთ, მე ახლაც აქავარ. თავარ შეცდომად მაინც მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება, რომელიც იქნა პარლამენტის მიერ მიღებული ელექტრონულ არჩევნებზე, ეს წინა რომელიც ასევე იყო ოპოზიციის მოთხოვნა. თავის დროზე მახსოვს მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე მუდმივად საუბრობდნენ ელექტრონულ არჩევნებზე. ციხეში ვიჯექი მაშინ და ციხიდანაც დავწერე ჩემი შეხედულება ამასთან დაკავშირებით. გონია რომ ანუ უმნიშვნელოვანესი მე ვიტყოდი ეგზისტენციალური არჩევნების წინ არ შეიძლება იმ თემაში შესვლა, სადაც სიტუაციას ვერ ფლობ და ზუსტად ეს შედეგი მივიღეთ. გულწრფელად გეტყვით, სუფთა პრაგმატულად მე არ მესმის ეს ამ ცვლილებაზე რატო უნდა დავთანხმებულიყავით. ან თუ ეს კარგი იქნებოდა დემოკრატიისთვის, მაშინ შეკითხვა ისმის ქართულ ოცნება. სადაც არაელექტრონული იყო, იქ უფრო მეტი ხმა მიიღო ქართულმა ოცნებამ. მაგას მნიშვნელობა არა აქვს. არაელექტრონული იყო იმ რეგიონებში, სადაც ძალიან რთულია გაკონტროლება არჩევნების კლასიკურად და ტრადიციულად. ქალაქებში რა პრობლემა მოიტანა ამან? ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, სადაც ქართული ოცნება ანუ ფიქრობთ რომ რაღაც ტექნოლოგიური ამბავი იყო? არა, ეს ხო ყველა მიცის უკვე რაც იყო, არასამთავრობოების დასკვნებითაც, მათ შორის ეს იყო ნების კონტროლი და ამას აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში, რომელიც ავტორიტარულია, აქვს მნიშვნელობა, ბუნებრივია. ამ ქვეყანაში ყველა მთავრობა ცდილობს ნების კონტროლს. არა, ყველა მთავრობა ყველა ქვეყანაში ცდილობს ნების კონტროლს, მაგრამ ეს ხო არ იყო ჩვეულებრივი ამბავი, დიანა. ეს იყო პირდაპირ ადამიანი, როცა გამოდიოდა, იცოდა ყველამ ვის მისცა ხმა. უпростоრეთ იცოდა მინიმუმ რომ 51-ს არ მისცა ხმა, ანუ თუ ქვემოთ არ აღმოჩნდებოდა ის შავი წერტილი, ესე იგი სხვას მიეცი ხმა, ხო? გაჟონვის თემა სხვადასხვა იმის შემდეგ შემოვიდა თემა სალაპარაკო თემაზე, როცა თქვენ უკვე გადაწყვეტილება არჩევნებზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გქონდათ. ეს ერთი გავიგე ეს ყველაფერი, მაგრამ თავარი რა იყო, რომ მაგალითად ჰარისიქსმა, რომელმაც ჩაატარა ეგზიტ პოლი, თქვა, რომ მინიმუმ 175,000 ხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, რომ ყოფილიყო. სტატისტიკურად შეუძლებელია, რომ 175,000 მომსვლელი რიგ უბნებზე ყოფილიყო და ეს უბნები ხო ძალიან ბევრი არისო, რომელიც გაიზომა. ერთ წუთს დავასრულებ. კი, დაასრულეთ, მაგრამ მინდა იმის ახსნას მე კარგი არჩევნები ჩატარდა თქვა ამას. მე ვამბობ, რამდენად საკმარისი იყო ყველაფერი თქვენს ხელს, რომ ეს ფაქტორები, ანუ რამდენად კაფიო იყო სურათი, რომ თქვენ ძალიან მოკლე დროში ამ ტიპის შედეგი სულ ის თქვა ჩემ ბავშვობაში იყო ბოდიში და დროს დაგიმატებ ერთი ასეთი სპექტაკლი იყო წადი იშოვეო ფულიო და ბავშვს ეუნება და ის დედის მოცემულ ფულს мама შეუგდებს ბუხარში და ამას არ აინტერესებს და როცა წავა და მართლა იმ მანეთიანს გამოიმუშავებს და мама ბუხარში შეუგდებს აი შეძურება ეს ბავშვი და არ ვიცი თუ გახსოვს ჩვენი ბავშვობაში იყო და აიო ეხლა გეტყობაო რომ აი ამ გამომუშავებულზე უარი რომ თქვით აი ეს ამაზე ზუსტად მაგიტომ რომ ჩვენი გამომუშავებული იყო ის მთლიანად და არა 11% როგორც გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, არამედ იმდენი რამდენიც მოგცა ამ მომრჩეველმა, მაგრამ ეს მარტო ჩვენ ხო არ გვეხებოდა. ეს იყო შემხებლობაში ყველა სუბიექტთან, რომელმაც ან დაძლია, ან შეიძლება იქ სხვებსაც რაღაცა ჰქონდათ. მე არ ვიცი, ეხლა ყველა სახელით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ არა, მთავარი ამბავი აქ არის სხვა. მთავარი ამბავი ხო იმაში არ არის, რამდენი პროცენტით გაყავდა დიანა. საპარლამენტო ქვეყნებში მნიშვნელობა აქვს იმას, ისე აყალბებ თუ არა რომ სახელისუფლებო კომპოზიცია იცვლება. შეიძლება 5% მოიპარო და ეს საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის რომ ხელისუფლება ამოტრიალდეს. 1% საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს. კი, ერთი შეიძლება აღმოჩნდეს. თან ჩვენ ხო ვიცით როგორც თქვენ თქვით რომ ყველას აინტერესებს, ყველა მთავრობა რაღაცაში იღებს მონაწილეობას, რაღაცა ასე ვთქვათ მონაცემი გაყალბების ყველგან არის. ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ რომ ეგრეთ წოდებული თანდაყოლილი ან რასაც მიჩვეული ვართ, რაც გინდათ ის დაარქვით. გაყალბების ნაწილისთვის მზად არ ვიყავით. არა, ამ შემთხვევაში გაყალბება და მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ 2020-შიც და პარალელები საინტერესო იქნება სხვა ჩერეს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს მიერ არგუმენტად მოყვანილი ეუთო 20-ში სულ სხვა რამეს ამბობდა და თქვენ 20-შიც ბოიკოტის მომხრე იყავით, ოღონდ სხვა პლატფორმიდან, როგორც მედია, ტელეწამყვანი პარტიებს ლამის, ვთქვათ, ლამის კი არა პირდაპირ მნიშვნელობით დაფაზე აწერილი. იმედია რომ მაშინაც ფლაგმანი არ ვიყავი, ფლაგმანი იყავით
დავით მედი. ნუ ყოველთვის თუ მე ვარ ფლაგმანი, მაშინ ახლა ესე იგი მე ვიღებ გადაწყვეტილებას, ხო? ეს ხო არ არის რეალისტურია. მაშინ თავად თქვათ იმას. ეს თქვენ არ გამცირებს, ეს ამცირებს იმ ადამიანებს, რომლებსაც აღმოჩნდით რაღაც. მე ნამდვილად არ მომცირებს, მაგრამ პირველი ეს არ არის სწორი, არ არის სიმართლე, მარტივად რო ვთქვა და მეორე, თუ ადამიანები ასე ფიქრობენ და ჩემ და ვიცი რომ ასახელებენ ხოლმე ეთერს მიღმაც და ასე შემდეგ, მაშინ გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან და მე მომეცემა შესაძლებლობა რომ პასუხი გავცე. და თქვენ რო გვარამიამ გადაწყვიტა რომ ყველა 1, 2, 3, 4 სუბიექტი პარლამენტში არ შესულიყო. თქვენი სუბიექტის ბედი გადაწყვიტეთ, მაგრამ მე არა, ნახეთ მე ერთმა ადამიანმა არ გადამწყვეტია ჩემი პოლიტიკური კოალიციის ბედიც კი. მაგრამ სხვები თუნდაც მე გადამეწყვიტა ან არ გადამეწყვიტა რა მნიშვნელობა თუ ჩვენ გამოვყნენ ანუ ჩვენ ვიყავით ლოკომოტივი და თვითონ ვაგონები, მაშინ დაარქვან ამას თავის სახელი. ეს არავის არათავისუფლებს საპასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, მეტიც დიანა, თუ ისინი ფიქრობენ დღევანდელი გადასახედიდან რომ შეცდომა დაუშვეს, გამოვიდნენ და თქვან რომ ესე მიაჩნიათ რა არის ამაში. თქვენ ფიქრობთ რომ ეს სწორი იყო. ნახეთ, მე ასე ვფიქრობ, რომ ამილაპარაკებდი ასე. 60 მოდი რამდენიმე არგუმენტს გეტყვით, რაც მე რაღაცა გამომჩა, თუ რამე გამოგჩა. 28 ნოემბერზეც ვიტყვი. ძალიან კარგია რომ 28 ნოემბერს ხალხი გამოვიდა. რა თქმა უნდა და სწორი იყო ეს. მაგრამ ცუდია რომ მანამდე არ გამოვიდა. კიდე ერთხელ გეტყვით. ძალიან თვალშისაცემი იყო სხვაობა. ოპოზიციამ რა ჭამა, ოპოზიციას რა შეეშალა ეს ერთია, თან არ შეეშალა მხოლოდ ოპოზიციას. მოდი გულწრფელები ვიყოთ, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციასაც შეეშალა. ანუ წინასწარი მზაობა ამ ტექნოლოგიური სიყალბეების მიმართ აღმოჩნდა რომ საერთოდ არავის არ ქონია. მაგალითად, ყველაზე დიდი გაყალბების მარჯინი, რამაც გაყალბების ასე ვთქვათ, მონაცემი, რამაც გამოიწვია და რაც კავშირში იყო იმასთან, რომ არ მოხდა დარეგისტრირება ემიგრანტების გარეთ, რატომ არ მოხდა? რატო დაარეგისტრირეს მარტო 100,000 კაცი თუ რამდენიც იყო, ნაცვლად თითქმის მილიონისა. იმიტომ რომ აქ მისცეს იმ ემიგრანტებმა ბჭყალებში ხმა, მიდიოდნენ პასპორტის ნომრებით, ფურცელზე დაწერილი პასპორტის ნომრებით. ეს მაინც ხო ვიცით. ანუ პასპორტი კი არ მიქონდათ სხვისი პირობითად, ან ახალდაბეჭდილი პასპორტი, არამედ ნომერი მიქონდათ, რაც აკრძალულია და საკმარისი გახდა თქვენთვის სრული სურათის დასანახად, რომ უარი გეთქვათ ამ სურათის, მოდი ასე ვთქვათ. მეტნაკლებად სრული სურათის, მოდი ასე ვთქვათ, საიმისოთ რომ გვეთქვა რომ ოპოზიციამ გაიმარჯვა ჯამურად, ჩვენ ხო არ გვითქვას რომ პირველ ადგილზე გავედით, რა ვიცი, ოცნებას მოუგეთ, ხო? აქ ხო არ გავს, ამაზე ხო არ როცა ჯამურად ჯამზეა ლაპარაკი სხვათა შორის, დღეს მაგალითად მომისმენია იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ფიქრობენ რომ გამარჯვებულ ოპოზიციას წარმოადგენენ და რომ ეს ხელისუფლება არ არის ხელისუფლება, ისინი არიან ხელისუფლება, ნუ არ არიან, მაგრამ ნუ გაიმარჯვეს, მაგალითად გახარიაზე ამბობენ რომ ის აღარ არის ოპოზიცია და ამ რიგებში არ იწერება და სხვათა შორის ასეთი კითხვა მიჩნდება ავტომატურად, მაშინ რომ თუნდაც თქვენი დათვლით როგორ გაიმარჯვეთ, თუ ერთი სუბიექტი საერთოდ მოწყვეტილია ამ ოთხეულში. ის ნაცვლად მე პასუხს ნუ მომთხოვთ, მე არ ვთვლი რომ გახარია ოპოზიცია არ არის და არასოდეს არ ჩავთვლი მანამ ვიდრე ეს კაცი იქნება პოლიტიკური დევნილი როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ის რო ციხეში არზის, ჩემთვის მას გაქცეულად არ აქცევს, იმიტომ რომ ციხესთან მიმართებით ჩვენ იმდენად რუტინიზაცია მოხდა ამ ციხის, რომ გონია რომ ადამიანების დამოკიდებულება ციხეში მარტივად ჩაჟდომასთან ნორმა, არ არის ეს ნორმა. მე მესმის გიორგი რატომაც არ არის საქართველოში, ეს კაცი არ პოლიტიკური დევნილია, მე კიდევ უარესი განცხადება გავაკეთე სხვების შეფასებით, რომ ღარიბაშვილიც მიმაჩნია პოლიტიკური დევნილად, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მიმაჩნია უდანაშაულოდ კორუფციაში პირობითად, ხო, პოლიტიკური დევნილი არის ის, ვისაც სამართლიანი სასამართლო არ აქვს. და რაც თქვენ თქვით, აი თქვენი დაკვირვებითო, ჩვენ რო გქონოდა ნორმალური სასამართლო, ჩვენ ვივლიდით ბოლომდე სასამართლოში დიანა საარჩევნო შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ ხო ვიცოდით რომ დამთავრებული იყო ეს ამბავი და აზრი არ ქონდა სასამართლოში წასვლას. და ეს ხო ცნისმიერად დადასტურდა რომ აზრი არ ქონდა. ერთი კითხვა მაქვს ნიკა გილაური, ასე ვთქვათ, თქვენი წინასაარჩევნო პროცესში ალბათ თქვენი გადასახედიდან ძლიერი ფაქტორი, შემდეგ იქცა მუდმივად თქვენთან დაკავშირებულ აქილევსის ხუსლად. რა როლი ჰქონდა მას თქვენ კოალიციაში? ნიკა გილაურს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. ნიკა გილაურთან დაკავშირებით ჩვენს კოალიციაში თუ ჩვენ ვიტყოდით, დავასახელებდით კანდიდატს პრემიერ-მინისტრობის, ჩვენ ვიყავით შეთანხმებული რომ ეს იქნებოდა ნიკა. ჯერტი მიმაჩნია მე. მიუხედავად იმისა, რომ ქარტიაზე ჰქონდათ ხელი მოწერილი, რომლითაც ზურაბიშვილთან ერთად რაღაც ტექნიკური თავრობა და სხვა პრემიერი. ქარტიაში ეს არ ეწერა. ეს ვითარება მერე წარმოიშვა, უკვე დაწყებული იყო კაიხნის საარჩევნო კამპანია და ჩვენ ამაზეც წავედით.
და ეს შეიცვალა. გილაური იქნებოდა თქვენი პრემიერობის კანდიდატი. უკვე როცა ქალბატონ სალომეს დავეთანხმეთ იმაზე, რაც თქვა, უკვე ვეღარ იქნებოდა. მაგრამ თუ იქ პოლიტიკური გათვლა ხო სხვანაირად კეთდება თავიდან, როცა შედიხარ კამპანიაში. და ამიტომ ეს ამ გადაწყვეტილების არ მწვენია. მე მიმაჩნია, რომ გილაური იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნის ისტორიაში. ამიტომ ნიკა გილაურის პრემიერ-მინისტრობა მე არათუ ცუდად არ მიმაჩნია, მიმაჩნია, რომ იქცევა იყო. ის რაც თქვენ გაინტერესებს. მე რა მაინტერესებს? ფინანსურზე მიპასუხეთ, მე რა მაინტერესებს უფრო მეტად. ნიკა გილაურს რომ მოენდომებინა, თქვენ ბოიკოტზე უარს არ იტყოდით? გამორიცხული. ნიკა გილაური ჩაერია ამ გადაწყვეტილებას. ნიკა გილაური ამ გადაწყვეტილებას ჩარევა რომ დომოდა, მას ერთი ადამიანი მაინც ეყოლებოდა სიაში და იგი თვითონ დაარღვევდა, შეძლებდა ბოიკოტის პრინციპის გატეხვას. ხომ შეიძლება ეთქვა, რომ ხალხო ჩვენ ერთი გუნდი ვართ, თქვენი პრემიერობის კანდიდატი. მოდი იქნება არ წავიდეთ ბოიკოტში. შეეძლო ეთქვა, მაგრამ არ უთქვამს. შეეძლო ეთქვა, მაგრამ არ მოხდებოდა. თუ არაფერი არ თქვა. არა, ამაზე ჩვენ გილაურთან არ გვილაპარაკია. ეგეთ შეთანხმება, რომ გილაურს კითხავდით რა გაუკეთებია, არ არსებობდა ჩვენთან. უბრალოდ არ არსებობდა და მას შეეძლო და არ დაუჯერებდით. შეეძლო და არ უთქვამს, ერთი შეეძლო, მაგრამ რომც ეთქვა, ამაზე მსჯელობაც არ იქნებოდა, ამას გადავწყვეტით ჩვენ. პირველ რიგში ის 19 ადამიანი, ვინც გავიდა პარლამენტში. ესე თქვენ რომ ორ კაც არ უნდაო, ერთი ცოტნე კობერიძემ დაადასტურა ჩემ ეთერში, რომ ერთი მე ვიყავი. მოდი რაკიღა დაადასტურა, მეც ვიტყვი რა ცოტნე იყო, ცოტნე მოიქცა ძალიან კარგად ჩემი აზრით და ძალიან პასუხისმგებლობით. მან თქვა, რომ მე არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია, მაგრამ რაკიღა გუნდმა გადაწყვიტა უმრავლესობამ, მე დავემორჩილები უმრავლესობის გადაწყვეტილებას და დავემორჩილები ჩემს. იმიტომ რომ ეს მანდატი კერძოდ არ მიმიღია ამ საერთო გუნდის ნაწილად. უცბად გეტყვით ცოტნე რომ შესულიყო პარლამენტში, მე ნამდვილად არ ვიფიქრებდი, რომ ბიძინა მოისყიდა თუ ასე შემდეგ. გულწრფელად გეტყვით, ეს ნამდვილად არ იქნებოდა ის შემთხვევა. მაგრამ როგორც ცოტნე მოიქცა, ეს არის სულიყავით ცოტნე. ეს არა, ესე არ არის ნამდვილად, ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვიცი რომ სხვადასხვა აზრი გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ შემიძლია ამ წუთშიც იმის თქვა, რომ ჩემი აზრი ნაკარნახებია, რომ პოლიტიკა და პოლიტიკური პარტიები ძლიერად ყოფილიყვნენ. ეხლა ამ გადასახედიდან შეიძლება ამაზე კი პასუხობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რომ ასე დავწყვიტეთ, ეს იყო ჭეშმარიტების უკანასკნელი ინსტანცია, ან არ შესვლას არ ექნებოდა თავისი თამდევი რთული შედეგები, რომელიც დააზიანებდა პოლიტიკურ პროცესსაც და პოლიტიკურ პარტიებს. ამ გადასახედიდან ეხლა დღეს როგორ აწონდაწონდა? აბსოლუტურად, რაც უფრო მეტი დრო გადის, ქართული ოცნების არაღიარების რეჟიმის თვალსაზრისით, მით უფრო სწორად, არა, როგორ ვერ დავაპატიმრებდით. პარლამენტში იქნებოდით. რატომ გადაწყვიტეთ დიანა, რომ ვერ დაგვაპატიმრებდნენ, ეს მაინტერესებს. 99 დეპუტატი ყავდათ, ერთი დასჭირდებოდათ ალბათ შეიძლება ამას. შეიძლება კანონს შეცვლიდნენ და 90-ს ჩამოწევდნენ დაბლა, მაგრამ ამოღებულია კონსტიტუციიდან, მე შევამოწმე სპეციალურად. 90 ხმარი. რეგლამენტში წერია, რეგლამენტის შეცვლა სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა. რეგლამენტში წერია, პარლამენტის 21-ში მიიღეს ეს, რომ რეგლამენტის შეცვლა სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა. შეიძლება ყველაფერს მაგრამ მე იმაშიც არ მეპარება ეჭირო 99 ხმას გაა-90-ებდნენ უმარტივესად და ერთ ადამიანს 93-ებინათ კაცო. მათ შორის და მე მიიღებდნენ 90 ხმით. ეს არ არის არგუმენტი. თუნდაც ეგრე იყოს არგუმენტი. ძლიერად იქნებოდა დღეს ოპოზიცია თუ უფრო სუსტად? ყველაფერი ხომ შედეგი. არაფერი არ შეიცვლებოდა ჩემი აზრით. ოცნება იქნებოდა უფრო ძლიერად. ეს არის პასუხზე ამოსავალი კითხვა. ოცნება იქნებოდა აღიარების რეჟიმში ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ოცნებისთვის არაფერი არ არის. დარწმუნებული ვარ და ნუმენდობით ჩემს შეფასებებში ვნახოთ თვითონ რასაც აკეთებენ. როცა შენ იღებ კანონს, რომ დაგჯი, დაგიჭერ თუ არ მაგიარებ როგორც ლეგიტიმურს, ეგ ნიშნავს, რომ არათუ გაწუხებს, უმძიმესად გაწუხებს, იმიტომ რომ დიანა რა ავტორიტარიც არ უნდა იყოს ადგილზე, ხო? ეს იქნება ბელორუსია თუ რუსეთი თუ ვენესუელა. იმ ავტორიტარებსაც აქვს თავის წითელი ხაზები. საფლავის გათხრა განსაკუთრებით ღრმად არავის არ უნდა. თორემ ასე ადამიანის სიკვდილით დასჯასაც დააბრუნებდა ყველან, რავის ქუჩებში დახრეთდნენ ყველას, ხო? ამას რომ ფასი აქვს თითოეულ ესეთ ნაბიჯს, ყველა მიცის ძალიან კარგად, მათ შორის იციან ავტორიტარები. არ მინდა რომ მომავალზე ვილაპარაკოთ, გილაურიზე ფინანსები ახსენეთ თქვენ რომ ამაზეც ვიტყვიო, იმიტომ რომ ლეგალურად გილაური არსად არ წერია, შემომწირველიც არ არის. დაახლოებით 19 მილიონ რაღაცა გაქვთ დახარჯული 10 მილიონამდე ლარი. გილაურმა მომცა 10 მილიონი ლარი. გილაური. ხო, არა, მე ვამბობ გილაური ისეთ ფანტასტიკური. თენგოთევზაძე მითხრა ერთხელ ეთერში, რომ გილაური ფინანსურად გვეხმარებოდა. ეს სხვა ამბავია, ხა ეს არც მე არ უარ მიყვია.
მაგრამ ეხლა ნიკა გილაურმა მოგცა მთელი ჩვენი ფინანსური შესაძლებლობები არ მითქვა. შემოწირულობებში ლეგალურად არ წერია და 40 მილიონის მითოლოგიური ხო, აი სუფთა მითოლოგია, ნუ გასაგებია ვის მიერ შექმნილისა. ხა რო გითხრათ რომ განსაკუთრებით ღელავ ამ საკითხზე ნამდვილად ასე არ არის. მე არსა და რო არ მიყვია რომ ნიკა გილაური გვეხმარებოდა ნამდვილად და ჩემი ამოცანა როგორც არჩევნო ასე ვთქვათ კამპანიის წარმმართველის ფანდრაიზინგიც იყო. ამას არც მალავ, არც უარყოფდა. თქვენი ასეთ. გრიგოლიასთან თქვენ იკითხეთ რომ აი სულ ფიქრობ რატომ დაგვახარჯინა ფული ივანიშვილმა. აი საინტერესო შეკითხვაა სხვა შორის ეს მაშინაც არსებობდა ეს შეკითხვა, ოღონდ ახლა განსაკუთრებული ჩაძიების თავი და დრო მაშინ არავის არ ქონდა, მაგრამ მარტო ჩვენ არ დაგვახარჯინა სხვა შორის, ყველას დაახარჯინა. ლელოს თავისი ფული დაახარჯინა. თავისი ფული არ გინახავთ რომ ვინმესთვის გაეჩერებია ივანიშვილს. ბევრისთვის ნაციონალური მოძრაობამ შეძლო და გაყიდა თავისი ოფისი. ნაციონალური მოძრაობამ პოსტსაარჩევნოდ გაყიდა ოფისი. რომელსაც დიდი ხანი ვერ ყიდდა, იმიტომ კი არა რომ არ იყიდებოდა ის ოფისი, იმიტომ რომ აშინებდნენ ნებისმიერ მყიდველს. ნაციონალური მოძრაობის ოფისი იყო რაღაც იდენტობის ნაწილი და ივანიშვილი ალბათ სიამოვნებით უყურებდა როგორ გაიყიდა ეს ოფისი და რაღაც ცენტრი როგორ გაიყიდა არ მისცა. პოსტსაარჩევნოდ გაიყიდა თავად. მაგრამ ნახეთ, კი, გეთახმებით მაგაში, ნახეთ წარმოიდგინე, მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი, რომ არ გამოგვაკრებინებდნენ ბანერებს. იმიტომ რომ ჩვენ ჭირდებოდა ეს განსხვავებით იგივე მაგალითად ლელოსგან ან ნაციონალური მაგას მივდივარ სწორედ. ნაცმოძრაობისგან, იმიტომ რომ ჩვენ ცნობადობის პრობლემა გვქონდა, ჩვენს ნომერთან ასოცირების და ამ შემდეგ. როგორც ხდება ხოლმე, შევიტანეთ მოთხოვნა. ნამდვილად მეგონა რომ უარს გვეტყოდნენ, მე გავასაჩივრებთ რაღაცა იქაც უარს გვეტყოდნენ, მაგრამ ნუ დაგვრჩებოდა როგორც წინასაარჩევნო დარღვევა, რა თქმა უნდა ესეთ რაღაცებს აგროვებ ხოლმე როცა კამპანიაში ხარ. ულაპარაკოთ მოგწეს ამისი უფლება. რა ძალიან გასაკვირი ამბავი იყო ჩვენთვის. ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით კიდევ ერთხელ ვიმეუბნო, უარს გვეტყოდნენ. მე რო ვაანალიზებ ამ გადასახედიდან ზუსტად მაგამდე მივდივარ. ბიძინა ივანიშვილის გაყალბების ტაქტიკა იყო სხვა. არც სისხლიანი ბანერები არ იყო ბევრი წინა არჩევნებისგან განსხვავებით. ხო გახსოვთ როგორი იყო წინათ? ცხოვრება მშვენიერიას კამპანია უნდოდა? წინა საარჩევნო პრობლემების დაგროვება ისე როგორც წინა წლებში არ შედიოდა მის ამოცანებში. მის ამოცანებში შედიოდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია, რომელიც ჩაატარა კიდევაც, რომელიც ძალიან ცოტა კვალს ტოვებს, მაგრამ ის ამაში მაინც ამხილეს თქვენს მიერ დასახელებულმა ეუთომ თუნდაც, რომელზეც ძალიან ხშირად ამბობენ, რომ არაფერი არ დაუწერია. ტექნოლოგიური სპეცოპერაცია არ უთქვამს, მაგრამ ეუთომ თქვა, რომ სანდოობას ძირი გამოეთხარა. თუმცა შემდეგ ეუთოს ზოგადად დოკუმენტად როგორც თქვენ იღებთ, ასევე ქართული ოცნება იღებს და ეს დოკუმენტი ხო ობიექტურად არსებობს. ყველა იღებს თავისთვის, ეს თქვათ, ქართულმა ოცნებამ შეიძლება თქვენი ტექსტებიც ამოიღოს თავისი ასე ვთქვათ. ვინც უნდა კაცებმა ამოიღოს. არა, ნუ ვიღაცის ჩემიც ნებისმიერის ხო? ეს არ მეტყველებს იმაზე რომ დოკუმენტი არ წერია რომ არჩევნები გაყალბებულა. საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი და სხვადასხვა პირები სხვადასხვა ინტერვიუში ამბობდნენ რომ ჩვენ ახლა ვიყენებთ ტერმინს კონკურენტულს არჩევნების დასახასიათებლად და ეს იყო გამოყენებული საქართველოსთან მიმართებაში, ესეთი არ გამოუყენები არც ბელორუსზე და რამდენიმე კონკურენტული რატო იყო, იცით რომ მოხსნილი არ იყო არავინ. აი ხა რასაც აპირებენ უკვე კონკურენტულიც რო აღარ იქნება თუ ყველა პარტია გააუქმეს, ხო? მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიები. ეს არ გაუკეთებიათ. ამას დიდი ხანი რუსეთიც არ აკეთებდა. გილაურმა რატომ ესე იგი აი ეს კითხვა დავასრულეთ? გილაურს უნდა კითხოთ რატომ კოალიცია? რატომ კოალიცია, მაგრამ ბუნებრივია რომ გარკვეული ტიპის შეთანხმება თანამოაზრეობაც იყო და გარკვეული ტიპის შეთანხმება და ეს ხდება ხოლმე პოლიტიკური შეთანხმებები თავისთავად ცხადია. ჩვენ მას წარვადგენდით პრემიერობის კანდიდატად იმ ვითარებაში თუ ამის შესაძლებლობა მოგვეცემოდა როგორც ის იყო ამ დახმარების, ეს ვთქვათ, დახმარებით იყო დაინტერესებული, იმიტომ რომ გამხდარიყო შემდეგ თქვენი პრემიერობის. მათ შორის ამაში არ მგონია რომ რაიმე საძრახის ვამბობ. შეიძლება ის ივანიშვილისთვის სასურველი პრემიერობის კანდიდატის ყოფილიყო, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია ის ვერ მოახერხებდა გადატეხვას ამ. დიანა, მაგაზე ვერ ვიკითხავებ, ახლა დადასტურებით როგორ უნდა გითხრათ, ჩვენ ვიკულიეთ ეს მიმართულება დიდი ხანი და მარწმუნებელი, ასე ვთქვათ, სამხილი ამ მიმართულებით ვერ აღმოვაჩინეთ. პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ პრემიერობა ივანიშვილისთვის სასარგებლო, ივანიშვილს რო დომოდა გილაურის პრემიერ-მინისტრობა, იქ თვითონ მოახერხებდა ამას ჩვენ გარეშე, მაგრამ შემოპარულობა რო დომოდა, ჩვენ ხმებს ხო ვერ მიიღებდა გილაური, ან მიიღებდა და შემდგომში ვეღარ მიიღებდა ბიუჯეტის დამტკიცებას და იგი აღარ იქნებოდა იმ ივანიშვილის პრემიერი. თქვენ ხო იცით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტს შეუძლია აკონტროლოს პრემიერი ვინ არის. მას ნებისმიერი ადამიანი შეიძლება პრემიერად დანიშნოს და ის უკვე წაგებული ივანიშვილისკენ გადახდეს.